ვთხოვთ ისეთ მანქანას ვაწყობთ, რომელზეც არ მინდა რომ 2026 წლის რაღაცა ეტაპზე ვიწუწუნო ტექნიკური გამომართაობის გამო რა. ეგეთი მანქანა რომ მიიღო, ბევრი შრომაა საჭირო. თან მაინდა-მაინც ჩვენ ხო არ გვაქვს რაღაც სახელოსნო ან რაღაც ოფიციალური და დაქირავებული ტიპები. ძმაკაცები რომ ვიცვით ხოლმე, მოვდივართ, ვაკეთებთ ეს ქართულ ჯგუფებში რა, ეგრე გვიწევს. და მეორე თემა არის ის, რომ თან ამასთან ერთად YouTube-ი რომ აქვს კი გეცოდინება, იქაც ბევრი საშრომი რაღაცაა. ანუ იქაც რაღაც მიმართულებები დავიჭირე და რთულია უბრალოდ რომ პარალელურად ბევრი საქმე გააკეთვა ერთად და თან ერთშიც კარგი იყო და მეორეშიც კარგი იყო რა. მაგიტომ გვიწევს ცოტა ეტაპობრივად ნელ-ნელა სიარული. ხო, მაგრამ ეს ვიდეო კი არა და ამ ვიზუალზე ჩემი მანქანა ბევრს ექნება ნანახი და ერთი შეხედვით ცოტა დილეტანტური თვალით რო გადმოხედავ, თითქოს არაფერი არ არის გაკეთებული, მაგრამ ბევრი ტექნიკური დეტალები მოვაგვარეთ რა, ისეთი ტექნიკური დეტალები მოვაგვარეთ, რომელიც მერე აი წყვილში რომ მიდიხარ ვიღაცას და რაღაცა რო მანქანა რო არშობა იმას რაც შენ გინდა და აი ესაც უნდა გამეკეთებინაო, ეგეთი რაღაცები რო არ იყოს რა. ხო, ნუ იდეა ხო ის არის, ხა პატარები ხო აღარ ლიჟბი გავიდეთ, ხო არ არის რა. ანუ თუ გადიხარ, მე მთელი ცხოვრება ეგრე ვიყავი, რომ ძალიან მინდოდა რომ ყოველთვის პირველზე გავსულიყავი და მაგის ვიბრძოდით რა. მაგრამ ეხა ის თადარიგი დავიჭიре რომ მირჩევნია რომ კარგი მანქანით გავიდე და კარგად ვიბრძოლოთ, ვიდრე ლიჟბი გავიდეთ და აი ზოგი რო იძახის ხოლმე რომ აი გადი მაინც ჩემპიონატზე, თავარი მონაწილეობა არ არის ჩვენთვის, თავარი მოგება. მაგიტომ მირჩევნია რომ ესე გავყვე.